გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას, რომლის სტუმარი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილი. მადლობა ბატონ ლევან, რომ მობრძანდით გადაცემაში სასაუბროთ და მე კვირას გადაცემის მიმდინარეობის დროს დავაანონსე, რომ დღეს ბატონი ლევანი იქნებოდა ჩვენი სტუმარი და გავაგრძელებდით იმ თემას, რაზეც ვსაუბრობდით კვირასავლაბრის არალეგალურ სტამბა მუზეუმთან დაკავშირებით იყო საუბარი კვირის გადაცემაში. გადაცემის სტუმრები იყვნენ იურისტი ვლადიმერ ტაბაღოვა და პოლიტოლოგები თამარ კიკნაძე და ხამლეთ ჭიბაშვილი და ვინც არც ის რა კავშირშია ეროვნული ბიბლიოთეკა და ბატონი ლევანი ამ თემასთან. იმათვის ვიტყვი რამდენიმე სიტყვით 2012 წლიდანავლაბრის სტამბა მუზეუმი არის ეროვნული ბიბლიოთეკის ასე ვთქვათ საკუთრება, ხო ასეა ბატონ ლევან. მოდით დავიწყოთ ამ პირდაპირ იმით საუბარი, როგორ გახდა სტამბა მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრება. ეს თვითონ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ყოფილმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაშინდელმა მინისტრებმა თუ თქვენ მიმართეთ თუ როგორ იყო? ეს ინიციატივა იყო ჩვენგან, ეროვნული ბიბლიოთეკისგან. იმ დროს ჩვენ ვეძებდით სტამბის დანადგარს, რომელიც გვინდოდა რომ როგორც ძეგლი შეგვენახა, მაშინ აღარ თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ტყვიაზე საბჭოთი მანქანები უკვე სადღაც ბოლო 10 წელიწადია სულ ყველა ჯარში ჩააბარა და ეხლა მთელი თბილისი რომ მოიარონ ასეთ დანადგარს ვეღარ იპოვიან. აი ამ დანადგარს ვეძებდით, რომ ბიბლიოთეკაში როგორც ძეგლი დაგვედგა და სწორედ ამ მიზნით მივედითავლაბრის არალეგალურ სტამბაში და ვნახეთ იქ, რომ არსებობს არა მარტო დანადგარი, არამედ თურმე არსებობს მთელი ეს ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დაბლა სარდაფში, წყლით იყო დაფარული და გვეგონა, რომ ის ნადგურდებოდა, მაგრამ რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს დანადგარი არსებობს და თვითონ ეს სტამბაც ასე თუ ისე ფუნქციონირებს, როგორც ანუ არ დაგხვდა წყლით განადგურება. არა, წყლით არა, ამოტუბული იყო და მართლა რაღაც სამუშაოები ამ ენთუზიასტმა ხალხმა, ვინც ახლა იქ მოძრაობს, გააკეთეს, მაგრამ თქვენ ყოფით რომელი წლის ამბავს ბატონო? ეს არის 2012 წლის ამბავი. დიახ. და ჩვენ მიმართეთ მაშინვე და თვითონვე შემომჩივლეს, მე ვიყავი იქ ფანტასტიკური ის იყო გარემო ამ სარდაფში, სადაც სინესტე იყო, ეს დანადგარი იდგა, დაჟანგებული იყო, გაუბედურებული, მაგრამ ნუ რაღაცა ასე თუ ისე შენარჩუნებული და თვითონვე გითხრეს, რომ აი ესე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ჰაერში ვართ დაკიდებული და რომ ვის ეკუთვნით არ ვიცი თუ ჩვენ, ნუ თვითონ არ ვიცოდნენ, იყო რაღაცა ჭიდაობის ფედერაცია თუ რომელიღაც ფედერაციაზე იყო გაფორმებული მაშინ. თვითონ მითხრა იმ კაცმა. წამოვედი დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტრო იქნებოდა თანახმად ჩვენთვის, რომ გადმოეცა ეს ძეგლი. და იმის მერე მივიღეთ ჩვენ დავალიანებები ჰქონდათ კულტურის სამინისტროში ვის ესაუბრეთ ამ თემას? მე თვითონ არა წერილი მივწერეთ მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს მივწერეთ. დიახ, ეკონომიკის მინისტრს მივწერეთ წერილი. ჩვენი ინიციატივა იყო, სხვა შორის ამ ძეგლს არ ჰქონდა კულტურის სტატუსი მაშინ, ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. და სწორედ აი 2018 წლის დეკემბრისათვის მოხდა მისი გაფორმება. ახლა წინა გადაცემაში რაღაც შეცდომა დაუშვი წინა გადაცემაში თქვი, რომ კვირიკაშვილმა მიანიჭა სტატუსი და ოქტომბერში მიანიჭა, როგორც 24-ში და მიანიჭა ბატონმა
ბახტაძემ პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე ესია ჩვენ დოკუმენტი გავაგზავნეთ იქ და კარგ ხანს იდო, იმიტომ რომ მაშინ კულტურის და განათლების სამინისტროს გაერთიანება მიმდინარეობდა და რაღაც დელეგირება მოხდა გვიან. მაგრამ ფაქტი ერთი არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ამ ძეგლს მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი. მე ახლა არ მინდა რომ აქ ვილაპარაკო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როგორც თქვენ მიმართეთ, ასევე მიმართა ამ ხალხმა, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს მათი განცხადებები. მოგახსენებთ, მაგრამ ისინიც მოითხოვდნენ. მოგახსენებთ. ეს ხალხია კავშირი როგორ ქვია, ახლავე წავეკითხა. ავლაბრის არალეგალური სტამბა მუზეუმის გამგეობა. დიახ, ჯერეთი ამ ადამიანებმაც მიმართეს სააგენტოს, ვინც ახლა გეტყვით რა ხდება. მათ იმის შემდეგ მიმართეს, როდესაც ჩვენ იქ თუ მიხვალთ ხისკიბე არის სასასვლელი. ნამყოფი ვარ. დიახ, ხისკიბე აქვს, დამპალი ხისკიბე არის, ასევე მოაჯირი არის, რომელიც თითქმის გადაქცევაზე არის. ჩვენ გვინდოდა რომ ეს მოაჯირი შეგვეკეთებინა და გაგვეკეთებინა მისიახლებული, ესე იგი კიბე, ახალი კიბე გაგვეკეთებინა, იმ ხისგან არაფერი გამოვიდო და აი როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთება გვინდოდა, მაშინვე აღმოჩნდა ვიღაც ჯალაღანია, რომელიც ჩვენ მე არ ვიცნობ იმ კაცს, თურმე ბატონი შალვა. დიახ, ეს ბატონი შალვა მაგათი გურუ არის, ესე იგი არ ჩანს იქ. მოდით ესე ნუვილაპარაკეთ. არა, მე ამ ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ეს სტამბა მუზეუმი. მოგიყვებით წინამბილეს. თქვენ ხომ იმათ თავიანთი სიმართლე აქვთ. მე გისმენთ, ამიტომ მიჩივლონ თუ სადმე რამე ტყუილს ვიტყვი, მიჩივლონ სასამართლოში. კი ბატონო. ეს კაცი, ესე იგი, რომელიც აქამდე ეგ არ გამოჩენილა და ჩვენ როგორც კი რემონტი გვინდოდა გაგვეკეთებინა, უცებ გაჩნდა ამან და პირდაპირ მოგვითხრა ჩვენ, რომ მე მაქვს ჩადებული ფული ამ შენობის რეაბილიტაციისათვის, ამდენი წლის განმავლობაში მე უსასყიდლოდ გამოვცვალე სახურავი, ეს ისა წყალი ამოვტუმბე, ეს გავაკეთე, ამიტომ მე მინდა გავაკეთო კასა, ეგრეთ თქვა სიტყვა, ანუ ფულის შესაგროვებელი და რომ მოვლენ ეს ჩინელები და ეს ისინი მოდიან აქ და ესენი იმათ უნდა გადაიხადონ და ეს ფული მე უნდა წავეხო. მას ყავს იქ კიდე ორი თავისი, ესე იგი, მე მინდა შევადარო ეგეც თუ რო არ გეწყინოთ რაღაც ჰაკიაცბები, ორი, რომელიც ისინიც ბატონ ლევანი. ნუ ჰაკიაცბა ხო არა, ცუდი და დადებითი პიროვნება არის, რომელიც მთლიანად იმსახურება ამ ჯალაღანიას და აი ეს მთელი ეს ჩვენ დაცვა უსაფრთხოება ყავს იქ თანამშრომელი, რომელიც უკრძალავს მათ ამ ფულის ესეთ რომ გადაახდევინოს ექსკურსანტებს ფული. შემოწირულობათა ყუთი დგას, მე როგორც ვიცი და ნებაყოფლობით აგდებენ იქ ადამიანები. შემოწირულობათა ყუთს ეროვნული ბიბლიოთეკა არ იღებს. ეს არის მათი რაღაცა ის რომ ჯალაღანიას უგროვონ ფული. ეხლა მე მეორე კითხვას დავსვა. ჯერეთი კი ბატონო, დიდი მადლობა რომ არ დაწვეს და არ გაანადგურეს ეს შენობა, თუმცა ეს შენობა ძალიან ძიმე მდგომარეობაშია, უკან შუშები არის ჩალეწილი და ჩვენ არაფერს არ გვაკეთებინებენ ეგენი. თუმცა ეხლა რო გითხრათ რომ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ გადადიან, მადლობა მათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი რაღაცა სტატუსი აქვთ ძეგლის დამცავთა და თითქოს ჩვენ რაღაცას ვაფუჭებდით. ნუ ტენდერი გამოცხადებული ტენდერი ჩაგვიგდეს, იმიტომ რომ როგორ ჩაგვიგდეს? ნუ აი ესე არ შეუშვეს სარემონტო სამუშაოების გამკეთებელი, არ შეუშვეს ტერიტორიაზე, რის გამოც ჩვენ ახლა იქ ხომ არ პატრულს ხარ გამოუძახებდით და პატრულიც იყო თუ არ ვცდები. ნუ გამოვიძახეთ პატრული, იმიტომ რომ დაეფიქსირებინა ეს, მაგრამ პატრულიც კი ვერაფერს გააკეთებს ამ დროს, როცა ადამიანი დგას ეზოში და ამბობს რომ ეს შენობა არის სტალინის. არ არის ბატონ ლევან, რატო ვერაფერს აქვე უნდა ვთქვათ რომ სასამართლო დავა მიმდინარეობს. აი მე ერთი კითხვა მაქვს, რამდენი წელიწადია მაგათ ყოველ რაღაცა სარემონტო სამუშაოს დაწყებას დავიწყებთ, ესევე შეაქვთ სასამართლოში განცხადება. სააპელაციოშია ახლა საქმე. კი ბატონო, სასამართლო განიხილა ეგ საკითხი აბსოლუტურად, მათ ერთი რამე არ ესმით, რომ დღეს ორგანიზაციის დარეგისტრირება შესაძლებელია ნებისმიერი მისამართით. შეიძლება ადამიანი დარეგისტრირდეს და თქვას რომ აი რაღაც თუ რაღაცა უყურადღებობა გამოიჩინა თვითონ ვინც არეგისტრირებს, შეუძლია მინისტრთა საბჭოს შენობაშიც დარეგისტრირდეს ადამიანი სამწუხაროდ. დღეს ეს მათ შექმნეს რაღაცა ახალი ორგანიზაცია, რომელიც დაარეგისტრირეს ამ მისამართს. და გონიათ რომ რადგან 2001 წელს აქვს ეს ორგანიზაციაში. მე ახალი ეხლა ნახეს დოკუმენტი ერთი რამდენიმე თვის წინ, კიდე ახალი რეგისტრაცია გააკეთეს. და მასე დარეგისტრირებული მას კი ანიშნავს რომ ეს მათია.
ეს არის სახელმწიფო თუ ჯერეთი მას ეს შენობაო, ესე იგი რაღაც პრივატი რამდენიმე დღის წინ თქვენ გადაცემას უყურებდი, პრივატიზირებული იყო თურმე მათ მიერ, როგორ იყო პრივატიზირებული ეს ჩვენ მანდ რაღაც რო დავაარსეთო რაღაც ორგანიზაციაო, ამანო აიღო თავის თავზე ამაზე ზრუნვაო. ამაზე ზრუნვა აიღო, მე შემიძლია ავიღო და ვთქვა რომ მაგალითად მე ზრუნავ ფილარმონიაზე. და შევქმნი ორგანიზაციას ფილარმონიის სარემონტო სამუშაოების გამოცემა. ბატონ ლევან, აუცილებლად მოგცემთ საშუალებას, რისი თქმაც გნებავთ თქვათ, მაგრამ ჩვენ ახლა შეიძლება გვისვენს მაყურებელი, რომელსაც არ უყურებია კვირის გადაცემა და შეიძლება არც აქვს ინფორმაცია სტამბა მუზეუმზე და თვითონ ამის მნიშვნელობაზე დავიწყოთ თუ შეიძლება. მნიშვნელობა ამ ავლებლის არალეგალური სტამბა მუზეუმის ძალიან დიდია, სწორედ მაგიტომაც რითია ღირებული თქვენი აზრი? ჩვენ მოვითხოვეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაქვემდებარება. თქვენ თქვით, რომ დანადგარის გადატანა გინდოდა, თავიდან ესე თქვით, თითქოს დანადგარის გადატანა მან კი არ გითხოვთ, რომ არალეგალური სტამბიდან უბრალოდ გვინდოდაო, რომ როგორც ძეგლი რაღაც დაგეკვათ. ჩვენ ვეძებდით მთელი საქართველოს მასშტაბით სტამბა დანადგარს. მაგრამ მანდრო იყო, მე მგონი მთელ ქვეყანამიცოდა სტამბა დანადგარი. მანდრო იყო 11 წელიწადი წყალში იტო. 11 წელიწადი წყალში პირველად სრულიად დაჟანგებული და არ არის ახლა ისეთ მდგომარეობაში ეს აქ არის სურათი ამ წიგნში, აი ეს დანადგარი არის, მაგრამ დღეს რომ მიხვიდეთ ამ დანადგარის არის თითქმის არის შეჭმული არის და აი მისულიც ვიყავით, გადაღებულიც გვაქვს. ხო, აი ეს დანადგარი ყველაფერი ობიექტივს გადაღებულია. კი ბატონო. მე რა არის, იცით, ამ გადაცემაში იმიტომ მოვედი რომ თუ უნდა აინტერესებს ვიღაცას ალგორითმის არალეგალური სტამბა მოვიდეს ბიბლიოთეკაში დავათვალიერებინოთ გავყვებით და ყველაფერი. მე მინდა რომ ჩემს მაყურებელს აუხსნათ თვითონ სტამბის რატოა მნიშვნელოვანი თვითონ ის ადგილი ეს დანადგარი თქვენი აზრით თქვენი ინფორმაციით. კი ბატონო, ჯერეთი ეს სტამბა არის კავკასიაში ყველაზე ძველი სტამბა რომელიც დღესდღეობით არის შენარჩუნებული. მაგაზე ძველი სტამბა იყო ბაქოში 1902 წელს, რომელიც დაარბიეს, ისიც ქართველის მიერ იყო შექმნილი, ლადო კეცხოველის მიერ. სტამბა ნინა შეძენილი. შეიძინა კიდევაც და გააკეთეს მიწისქვეშ იყო გაკეთებული. სტამბა ნინა ერქვა მას. ჩვენ ჩავედით ნახეთ ამ შენობის შენობა არის პრივატიზირებული, თავიდან ბოლომდე მიწით არის ამოვსებული სარდაფი, ის დანადგარები უკვე გადაყრილია. გადაყრილია? დიახ, ჯარჯია ჩაბარებული, ეს საერთოდ სენი არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება არის, რომ შეინახო ტონობით რკინა აბარებენ მეგრევე ჯარჯში. და ჩაბარებული აღარ არსებობს. ამიტომ ეს სტამბა არის დღესდღეობით ყველაზე ძველი, თან თავისი მისტიური, მე გავიმეორებ ამ სიტყვას მისტიური ფუნქციაც აქვს ამ სტამბას, იმიტომ რომ აქ მარტო ალგორითმის არალეგალური სტამბა არ იყო, მან სხვა რაღაცაც იყო, რომელსაც მე გეტყვით. ესე იგი, ჯერეთი არავინ არ იფიქროს, რომ ეს ადამიანები იყვნენ მაზოხისტები, რომ მიწისქვეშ შრომობდნენ იმისათვის, რომ ვთქვათ, მომავალში სოციალ-დემოკრატიულ იდეებს გაემარჯვა, არა. ამათ ჰქონდათ დაფინანსება და ეს ფული შემოდიოდა მოსკოვიდან. ვის ამათ ესეც ვთქვათ, რომელ წელს? სტამბის 1903 წელს აშენდა ეს შენობა, ამ სტამბაში მუშაობდა მუშები, ზემოთ იყო ფიქტიურად, ვთქვათ, რაღაც ოჯახი იყო, ესე იგი, ბოჭორიძეების ოჯახი, რომელიც ხალი და კაცი, ვითომ მდგურები ყავდათ, ეზოში რაღაცა ქართველები დაარბოდნენ იქეთ-აქეთ და სინამდვილეში იქ იყო მთელი ეს კონსპირაციული სტამბა, ეს მუშებიც მოდიოდნენ, ესე იგი, ესე გლეხის ტანსაცმელში, მე ჩუმჩუმად ჩადიოდნენ, ან სულთლიანად დაბლა იყვნენ კვირების განმავლობაში, ზარების მიხედვით ხვდებოდნენ ერთ ზარს და არეკავდნენ, რას ნიშნავდა ორ ზარს და სამზე ეგრევე უნდა გასულიყვნენ შენ. მომზადებულები. დიახ, მომზადებულები. მთელი ეს კონსპირაციული გეგმები იყო გაკეთებული, ეზოშიც აი ამ ის მოაჯირზე გამომგარი იყო ქალი, რომელიც უყურებდა გარედან ვინმე გოროდოვი არ მოსულიყო, ან კიდე იყო მაშინ აკალოდოჩნი ნაძილაწელები და ეგეთი ხალხი, რომელიც დაყვებოდნენ ამ რევოლუციონერებს, მაგრამ აქ ისმის ერთი კითხვა. დიახ. ამ სტამბაში იყო თუ არა როდისმე სტალინი. შესაძლებელია ერთხელ მისულიყო, მაგრამ ისე რომ სტალინი მან ცხოვრობდა და სტალინის ეს სტამბა იყოს სტალინის საცხოვრებელი ადგილი, ეს არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ მე სპეციალურად თქვენი გადაცემის შემდეგ მივედი არქივში და გამოვიწერე რაღაცა საქმეები, სხვათა შორის აი ამ წიგნიდან მითითებული.
როგორც იცით 1906 წელს ეს სტამბა დაარბიეს და მოხდა ჩაშვება და ხო დააბეზღეს ჩვენი ქართული დღევანდელი თანამედროვე ტერმინი ჩაუშვეს და ვინ ჩაუშვა ძალიან საინტერესოა კიდევ ეხლა არ თქვათ რომ გამოკვლეული გაქვს კი გააკეთე წერია ეს წიგნი არავის არ აინტერესებს მათ აინტერესებს არ ეს წიგნი თვითონ მუზეუმში რო ვიყავ მე პირველად მაშინ მომწეს ეს 4 წიგნი არის ავების არალეგალური სტამბის მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო ისინი გაცილებით ნაკლებად ეს ძალიან საინტერესო წიგნია გეტყვით რატომაც ეხლა გეტყვით ეს 1906 წელს დაარბიეს ეს სტამბა ააფეთქეს შენობა დაწვეს ეს რა თქმა უნდა 27 წელს აღადგინეს აი ამ მესტამბეების მონათხრობები და ცოცხლებიც არიან ბევრი და ესწრებოდნენ და ყველაფერი ისე გააკეთეს ნივთებიც მოიტანეს იმის მსგავსი აქეთ-იქით და დაიჭირეს ეს ხალხი იმ სახალხში ეს დანადგარი ამ დროს აფეთქების დაწვის დროს სად იყო ეს უნიკალური სტამბა ეს დანადგარი 1906 წელს მისი მსგავსი დანადგარი იყო ის დანადგარი წაიღეს და ააფეთქეს არაფერი არ დარჩა ამ ადგილზე დარჩა მარტო ის სარდაფი რომელიც კედლები ანუ დანადგარი აფეთქებამდე წაიღეს რა თქმა უნდა ის მინდა გიტოვებდა დანადგარს და მე უკან დააბრუნეს ანუ ის დანადგარია რაზეც პროკლამაციები იბეჭდებოდა ხო მისი მსგავსი აქ წერია აი ეს არის კაი წიგნის დურმიშხანმეს მისი მსგავსი დანადგარია ის არის 1000 ეს დანადგარი არის ესე იგი წელით 2 წლით არის განსხვავებული იმ დანადგარისაგან ანუ ის დანადგარი წაიღეს მაგრამ მისი მსგავსი მოიტანეს შემდგომში 37 წელს როდესაც 37 წელს ახლა წარმოგიდგენთ დღეს რომ გინდოდეთ თქვა ჟიგულის მანქანის შოვნა შეგიძლიათ რომ თქვა ჟიგული 05 თქვა ზუსტად მოიტანოთ მაგრამ და დააყენოთ მაგრამ ეს არ იქნება მამა თქვენის 05 აი ეს მოიტანეს სხვა დანადგარი მაგრამ ამ გამოძიებაში საერთოდ არ არის ნაგულის საერთოდ ნახსენებიც არ არის სტალინი შენობაში ნამყოფ გამოძიებას გულისხმობთ 1906 წელს დიახ ნახსენებიც არ არის ახლა მე არ ვამბობ იმაზე რომ თქვა ის ვერ დაიჭირეს არამე აქ არის მთლიანად არის დაკითხვის ოქმები მათ შორის დაიჭირეს უამრავი ტყუილად იმიტომ რომ რაღაცა კავშირი ქონდა ვიღაცამ თქვა მათ შორის ფილიპე მახარაძე მიხა ცხაკაია მაგრამ აქ თავარი რა არის რომ თვითონ ამ დაკითხვის ოქმებს რო წაიკითხავ მიხვდები რომ ნახევარი არიან მენშევიკები და ნახევარი არიან ბოლშევიკები ესე იგი ეს დაკითხვის ოქმებს წიგნში გაეცანით თუ არქივში არა ამ სტამბაში ამ წიგნში არის მითითებული მთელი ყველა ნომერი ამ დანადგარი აი მე დურიმიშხან მეწყის აურებს არეგალური სტამბა მუზეუმი და დამეხმარა ამაში და სხვა ჩვენს ბაგობელი ვარ ამ ჩვენი ჯგუფის რომელიც იქ არის იმიტომ რომ მათი მონათხრობების გასახარწყლებლად წავედი და წავიკითხე მე თემა ჩემი ინტერესი არ წარმოადგენს მაგრამ აღმოჩნდა რომ მეცაც გეტყვით მან ნოე ჟორდანიას უფრო ხონდა რაღაცა სათავეში მაშინ 1903 წელს ჩამოაყალიბეს კავკასიის კავშირი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის კავშირი მაშინ ორად არ იყო ჯერ კიდევ გაყოფილი ეს პარტია, რამდენიმე თვეში ივლისის თვეში გაიყო ორ ნაწილად მენშევიკებად და ბოლშევიკებად, მაგრამ ეს სტამბა დარჩა როგორც მენშევიკების, ასევე ბოლშევიკების განმგებლობაში. აქ არის მაშინ სტალინი არ იყო ამ ბიუროს სათავეში, ჟორდანია იყო, ჯიბლაძე იყო, ყველაფერი ეს მეცად გეტყვით ინტერნეტშიც კიდია კავკასიის ბიურო ნახოს ვიკიპედიაში ვინმე და რუსულადაც არის ქართულადაც არის ძალიან კარგად არის გამოყენებული სხვა ჩვენი თანამედროვე ისტორიკოსები ძალიან კარგად იკვლევენ ამას და 27 წლიდან იყო მოყოლებული რომ ეს სტამბა იყო მარტო ბოლშევიკების და არ იყო არავითარი მენშევიკები ეს ბოლშევიკები მენშევიკები ერთად იყვნენ რა თქმა უნდა 27 წლის მერე უკვე აღარავის აღარ უნდა და მენშევიკებთან რაიმე ისტორიის ყოფნა და თუ გვინდა ჩვენ წარმოვიდგინოთ ნოე ჟორდანია და სტალინი ერთად, უნდა წარმოვიდგინოთ. ანუ თქვენ სადაოს ხდით ამ სტამბასთან სტალინის დაკავშირებას? არა, სტალინთან კავშირი იქნებოდა, იმიტომ რომ სტალინი ერთ-ერთი წევრი იყო, მაგრამ ამის გამო ეს თუ ჩვენ გვინდა და გვაინტერესებს, არსებობს მთელი ისტორია, რომ 1935 წლიდან ლავრენტი ბერიამ გააყალბა
ესე იგი სტალინის როლი მაშინდელი კავკასიის აი ამ ბიუროში და თქვა რომ სტალინი იყო ამისი ყველაფრის მთავარი. ერიკ ბედიამ დაწერა წიგნი, რასაც შეეწირა კიდევაც ეს ერიკა ბედია და ეს იყო რაღაცნაირად რომ სტალინი იყო ყველაფერი და იყო კავკასიაში და ბათუმში, ყველაფრის წარმმართველი ძალა. მე არ მინდა ხა ვიკამათო შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყო, მაგრამ ისტორიკოსები ამბობენ რომ ბევრი რამე გაყალბებული იყო. ასევე ამ ალგებრის არეგულოს თამაში თეორიულად მასე ჩვენი ისტორია ხელახლაა დასაწერი. რა თქმა უნდა, აი როდესაც აღარ იქნებიან ის თაობა, რომელიც კავშირში იქნება აი ამ ისტორიასთან, რა, არ მინდა ჩამოთვალო თქვენთანაც ყავდათ ერთ-ერთი. აი, როდესაც აღარ იქნებიან ეს ხალხი დაიწერება ახალი თაობისაგან, ის ისტორია, მეც აღარ აღარ იქნებიან ადამიანი კომუნისტების დროს ავარ დაბადებული, დაიწერება ისტორია და ყველაფერს ისტორია დაწერს, მაგრამ უკვე აღარ იქნებიან ის ნოე ჟორდანიას თავმოყრავლები, აღარ იქნებიან იმ ცხაკაიას თავმოყრავლები, რომლებიც განიცდიან არც ორჯონიკიძეების რომლებიც განიცდიან, რომ აი ჩემი პაპა იყო ესა და ყველაფერი დაიწერება სხვათა შორის მე ძალიან განვიცდი რომ სტალინის ძეგლი არის აღებული გორში უნდა მდგარიყო სტალინის ძეგლი აფერულ გორელებს ხმა რო არ მოიგეს და ღამეო და რაღაც ღამეს დააბრალეს სტალინის ძეგლი თავის შობლიურ ქალაქში უნდა ყოფილიყო მე სტალინის როგორც პოლიტიკური მოღვაწის ძალიან დიდი დამფასებელი ვარ მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ არაფერი არ ჭირდება სტალინს იმისათვის რომ ეხლა ავლებლის არეგულოს სტამბა მაინც და მაინც იყოს მაგასთან დაკავშირებული მეცად გეტყვით სტალინური ადგილები ეგეთი წიგნი არსებობს და არის იქ მაგალითად ობსერვატორია თბილისის რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა სტალინი არის კიდევ უამრავი ადგილი არის რომელიც მართლა დაკავშირებულია მაგრამ ავლებლის არეგულოს სტამბა ირიბად არის დაკავშირებული სტალინთან უფრო მეტად არის დაკავშირებული ლადო კეცხოველთან და კიდევ ერთ პიროვნებასთან რომელიც ქართველების უმეტესობამ არ ვიცით ვინ იყო ლადო კეცხოველი უცხოელებმა მით უმეტეს სადაც კი სტალინის სახელი ფიგურირებს ხომ დამეთანხმებით რამხელა ინტერესია და ჩვენ სოფლიოში გვიცნობენ როგორც სტალინის თანამემამულეებს ასე ვთქვათ ისინი ასე არ გვიწოდებენ მაგრამ ფაქტი ხო ესაა და როცა ჩამოდიან მე მგონი თქვენც იცით რომ ყველაზე დიდი შემოსავალი ამ ქვეყანაში ეროვნული მუზეუმი რო ქვია დიდ გაერთიანებას იმის შემდეგ აქვს გორში იცით ხო ეს თქვით კი ბატონო გორში მუზეუმი სტალინის მუზეუმი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან კარგია რომ ეს მუზეუმი არსებობს მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა ისტორიული ღირებულებები სტამბა მუზეუმი სტალინის სახელთან თუ დავაკავშირებთ, მაშინ გამოდის ასეთი რამ, რომ 1903 წელს სტალინი იყო მესტამბე. რომ ის იყო დაკავშირებული მესტამბე არა, მე რამდენადაც ვიცი, რაც წამიკითხავს, ნუ თქვენ დენიმი არ ვიცი, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა. აი, მე ასე ვიცი. იცით რა, ახლა თქვენ საპირისპირო მხარეს, მე არ მინდოდა თქვენ ყოფილიყავით გუნდას გადაცემაში და ყოფილიყო ხმაური. 77 წელს, აი, მე ვიყავი 6 წლის, მე ხوار დავაწერინებდი ამ კაცს ამ დურმიშხან, მე 9 წიგნს. იქამდე გამოცემებიც ვნახე. ყველაზე მეტად საინტერესო წამოვიღე, იმიტომ აქ ყველაფერია ერთად გაერთიანებული. ბატონ ლევან, პირველი გადაცემის დასასრული მოახლოვდა, რამდენიმე წუთით შევიცვენოთ, ისევ დაბრუნდებით ეთერში და გავაგრძელოთ კი ბატონო, კი ბატონო. დროებით
გადაცემა მემკვიდრეობა ობიექტივის პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილი და ჩვენ საუბრობთ ავლაბრის არალეგალური მაპატიეთ სტამბა მუზეუმის ირგვლივ, რომელიც 2012 წლიდან არის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრება. ოღონდ ჯერობით ეს არის მხოლოდ ქაღალდზე. ბატონ ლევან, ჩვენ გაჩერებულები ვიყავით, ყვებოდით ისტორიას სტამბის ირგვლივ და თქვენ ბრძანებთ, რომ ქაღალდზე რატო? ჯერჯერობით ქაღალდზეა, იმიტომ რომ არის თქვენი საკუთრება და სასამართლო დავამედის. არაფერი ესე არ არის, იქ ჩვენი დაცვა უსაფრთხოების თანამშრომელი ზის და გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი ცვლილებები გავაკეთოთ ამ მუზეუმში და რაშიც ვიღაცეები გვეწინააღმდეგებიან. ეს შენობა ჩვენი არის, არავითარი ქაღალდზე, დენსაც ვიხდით, შიგნით დენის გადასახადს, დამლაგებელიცაც ყველაფერს ვალაგებთ. ასე თუ ისე, რაც შეგვიძლია, მაგრამ არიან იქ ადამიანები, რომლებიც შეჭრილი არიან იმ ფარჩში და ეხლა ეთერში ზარია. ეთერში ზარია და მხოლოდ ამ თემაზე თუ გაქვთ სათქმელი, გისმენთ ყურადღებით. დილამშვიდობისა, დღემშვიდობისა. გამარჯობათ. ამ თემასთან დაკავშირებით ისა მაქვს, რომ იცით, ეს მემკვიდრეობა ალბათ რომელიც იყო წლების და უკვე მეორე საუკუნე დაიწყო იმის შემდეგ, რაც ეს სტამბა იყო როგორც მუზეუმი და იქ ატარებდნენ ექსკურსიებს. მე ვიყავი ბავშვი, როდესაც ამ სტამბაში ვიყავი. დღესდღეობით ჩვენ ბავშვები არიან მოკლებული იმ ისტორიის, იმ სინამდვილეს, რომელიც იყო დანერგილი, თქვათ, იმ ცუდ, როგორც ზოგიერთ აქ აწყობს კომუნისტურ პერიოდში, მაგრამ ჩვენ ვიყავით უფრო განათლებული და უფრო მეცნიერად მომზადებული, ვიდრე აი ბატონი, რომელიც აქ ბრძანდება და გვეუბნება, რომ ეს არ არის მემკვიდრეობა, რომ ეს იქ დამლაგებელია, ის არის, ეს არის, იცით, ეს არ არის ისტორია. დამლაგებლები შემცვლა და თუ თქვენ გეძინებათ, უნდა გამოგეძინათ და ისე მოსგანებული ხართ. ძალიან გთხოვთ, კორექტულად ისაუბრეთ. დიდი მადლობა. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენთან. აი, ეს არის კულტურის ნაწილი, მისი საუბარი, ესე იგი და რაღაცა ვინ ამბობს, რომ ეს არ არის კულტურული არა, არ გითქვამთ თქვენ, რომ არ არის ეს მემკვიდრეობა. მის მნიშვნელობას ხას უსვავთ, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის, ირიბად არის სტალინთან დაკავშირებული. ოპონენტები ბევრი ყავთ და თქვენთან ოპონირება იქნება ძალიან. მე ვერ გაგიწევთ ამ თემაზე ისეთ ხმალ ოპონირებას, მაგრამ რაშიც შემიძლია იმაში და კითხვას დაგისვამთ და თქვენ ერთი წამით მე მინდა გავაგზავნო ჯერ ერთი სტალინთან რაც არ არის დაკავშირებული პირდაპირ ის არ ნიშნავს იმას რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ შეიძლება იყოს. პირიქით შეიძლება რაღაცას ქონდეს უფრო საინტერესო ისტორია მაგალითად ამ შენობაში რომელზეც საუბრობთ რომ ეს არის არ მარტო სტალინთან და თქვით ნოე ჟორდანიასთან დაკავშირებული და თვითონ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან რომელსაც თავისი ისტორია აქვს და უგულებელყოფა მისი არ შეიძლება, მე ეგრე ვფიქრობ. ამავე დროს დაკავშირებული არის ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებასთან, გიორგი გურჯიევთან, რომელიც ასევე დაკავშირებულია იმით, რომ ეს შენობის მისი, ესე იგი, დარბევა 1906 წელს მისი დაბეზღების გამო მოხდა. ამ შენობაში მას ჰქონდა მოწყობილი ესე იგი, ერთ-ერთ სართულზე რაღაც თავის ორგანიზაცია და როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ თვითონ საბჭოთა პერიოდშიც აი ამ წიგნშიც წერია ის ესე იგი დაბეზღა შეიძლება დაბეზღება არ იყო და გამოტეხეს მაგრამ ფაქტია რომ ეს შენობა ასევე დაკავშირებულია გიორგი გურჯიევთან რომელიც ასევე საინტერესოა ჩვენთვის და ჩვენ გვსურს რომ ესეც იყოს ამ შენობის ისტორიასთან დაკავშირებული. ხა შეიძლება ვიღაცებმა თქვან რომ აი ხო ხედავთ გიორგი გურჯიევი წინ წამოწიეს და სტალინის როლი უკან დაწიეს და რაღაც მაგრამ კარგად გამიგეთ სტალინს არაფერი არ ჭირდება არც ჩვენი დახმარება და არც ჩვენი გინება. იმას თავისი ადგილი აქვს. სხვადასხვა მას რომ ორდენს აძლევდნენ, მან თქვა რომ მე ორდენი არ მჭირდება, ორდენი მჭირდება თქვენო. ასე რომ დავანებოთ თავი ამ სტალინის რაღაცებთან თითქოს ახლა ჩვენ არც ისეა საქმე რომ სტალინისტებმა იძახონ რომ აი ფული და ისა რა ქვია ეს თანხა და რაღაც ბიზნესი და რაღაც. არავითარ ბიზნესი ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი სტამბა, არის დაკავშირებული არის ბეჭდასთან, წიგნის ბეჭდასთან, ჩვენ შეგვიძლია წინ წამოვწიოთ წიგნის ბეჭდის ამბავი, წამოვწიოთ გურჯიევიც, წამოვწიოთ რა თქმა უნდა ეს ბოჭორიშვილებიც, ეს მთელი სტამბის ბოჭორიძეებიც მთელი თავისი სასტამბო ჯგუფით ლადო კეცხოველიც, რომელიც ასევე ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს ადამიანი დააკავშირეს პირდაპირ ბოლშევიკურ ორგანიზაციებთან, როდესაც მისი სიკვდილამდე არ იყვნენ ეს ბოლშევიკები სოციალ-დემოკრატები გაყოფილები და სამწუხაროა, რომ მისი ძეგლიც, რომელიც ფანტასტიკური ძეგლი იყო ალექსანდროვის ბაღში, ეხლა 9 აპრილის ბაღში მოხსნეს და აღარ არსებობს. ლადო კეცხოველის სახელთან არის დაკავშირებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი, აი 1903-1904-5 წლების, ეს იგივეა, რომ ჩვენ მოვაქცილოთ და თქვათ, რომ აი დემოკრატია დაიწყო 1918 წლიდან დაიწყო საქართველოს თქვათ განთავისუფლება. ეს განთავისუფლება დაიწყო ძალიან ადრე 1801 წლის შემდეგ იყო უამრავი აჯანყებები, იყო ყველანაირი ბრძოლები, მონარქიული, ზოგიერთი მონარქისტი იყო, ზოგიერთი სოციალ-რევოლუციური ფედერალისტი იყო, ასე რომ დავანებოთ უნდა თავი ყველაფერს, აი ესეთი რაღაც ჰიბრიდულ დამოკიდებულებას ისტორიას უნდა კონდეს დამოუკიდებელი აი ესეთი ფორმა და ვფიქრობ, რომ ამ მუზეუმსაც უნდა კონდეს ასეთი დამოუკიდებელი ფორმა და არ უნდა იყოს არც სტალინის სახელობის, არც თქვა ნოე ჟორდანიასი და არც მით უმეტეს გურჯიევის. მაგრამ აქ უნდა იყოს ყველაფერი ერთად ასახული და მე ვფიქრობ, რომ აი იქ ვინც დღეს მუშაობენ და იგებენ, რომ ეს უნდა იწყებოდეს იქ არის ორი შენობა, ერთი არის ავდორლის არეგალის სტამბა და მეორე არის ახალი შენობა. დიდი ხანია მაყურებელი თუ მსმენელი გველოდება ჩავრთოთ ეთერში და შემდეგ რა არის, რას აპირებთ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით დილამშვიდობისა. მინდა ჯერ დავიწყო იქიდან, რომ არის მინდა დავიწყო იქიდან, რომ როდესაც მაგენი შემოვიდნენ მაისის დასაწყისში, მაგათ უკვე სტატუსი მოხსნილი ჰქონდა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგაძემ გადასცა. სტატუს მოხსნილი სარგებლობაში ჩვენ მაშინ ვეწერილები ყველაფერი გვაქვს, მივაკითხეთ ქობალიას, მივაკითხეთ რურუას, პასუხი მოგვივიდა კულტურის სამინისტროდან, ჩვენ არაფერი არ ვიცით, არაფერ შუაში არა ვართ. ნახაზები და რაღაცები შეადგინეს, ტელევიზიები მოიყანეს და ამ დღეს რა თქმა უნდა სტალინი და რაც მთავარია პიდარასტების დროშა გაგვიჭიდეს. კარგი, დიდი მადლობა. აი ძალიან კარგი, ეს ქალბატონია ზორიდის, რომელიც იქ ყოველ დღე დილიდან საღამომდე ტრიალებს. აი ნახეთ რა ვინ არის მისი წარმომადგენელი ამ რაგვარი იყო ეს კაცი რაღაც მე რო თქვი გურუ მეთქი ბატონ ლევან არ გინდა არა მე არ მინდა და ის რეებს კადრულებს აი კიდევ კარგი გაგეგზელებინათ ეს ხალხია და მე მიკვირს კიდევაც რა ხდა რომ ეროვნული ბიბლიოთეკის გადაცემა ამ რომელიც იყო აქამდე სპორტულ ორგანიზაციაზე რეგისტრირებული. მე პირველად ეხლა მე ვაგებ ასუს მე მაქვს თვითონ წარმოადგენს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს ეს შენობა იყო წლების განმავლობაში ერთ-ერთ სპორტულ საზოგადოებასთან დაკავშირებული. არ ვიცი, აღარ მახსოვს ზუსტად სპორტული საზოგადოება, მაგრამ რაღაცა ძალოვანი კიდევ ერთი ზარია ეთერში და ძალიან გთხოვთ, აღარ დარეკოთ, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში, რომ ჩვენ მოვასწროთ დარჩენილ დროში გაითიშა და აღარ არის ზარი პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, თქვენ თქვით, რომ მიმართეთო კულტურის სამინისტროსო, მიმართეთო ეკონომიკის სამინისტროს თუ არ ვცდები თავის დროზე, როცა გადმოგეცათ შენობა. ეხლა მე მაქვს აი აქ მაგიდაზე მინდოს დოკუმენტი, სადაც ბატონი ცხადაძე რურუას პირველი მოადგილე მაშინდელი წერს ბატონ შალვა ჯალაღანიას ასლია იმ დოკუმენტის რომ ჩვენ არაფერი არ ვიცითო რომ გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკასო ეს სტამბა მუზეუმიო. აი ესეთი დოკუმენტიც არსებობს და წინააღმდეგობები არსებობს და ალბათ სწორედ ამიტომ არის საქმე სასამართლოში. და ემოციები არის როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე მხრიდან და როცა თქვენ გაქვთ თქვენი პოზიცია, მე ასე უყურებ და კიდევ ვამბობ, რომ ამ საკითხში ძალიან ღრმად ისტორიაში ამ მიმართულებით არ ვარ ჩახედული. ოპონირებას ვერ გაგიწევთ სათანადოს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ისტორიკოსები. კი ბატონო, მე აი რაღაცა ირონიული დამთხევა არის, ხანერად ნუ გამიგებთ. სასამართლოში საქმე არის რაზე, რომ
ეროვნულ ბიბლიოთეკას რატომ გადაეცა სტამბა უკანონოდ მუზეუმი გადაეცა, დიახ, და ამაზეა. კანონიერი იქნებოდა რომ დარჩენილიყო იმ რაღაცა ორგანიზაციაზე რომელსაც არც პრივატიზირებული ქონდა და 10 კაპიკის ფულიც არ იყო გადახდილი ამ შენობის ყიდვაზე რატომ უნდა ქონდეს რომელიღაცა ორგანიზაციას რომელიც ბატონ ლევან სასამართლოში ხომ ირჩევა მომსვეტეცა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს საქართველოს სამეფო ესე იგი სამეფო მემკვიდრე აი წარმოგიდგენთ რა ის არის სასაცილოა რატოა სასაცილო სასაცილოა რომ საქართველოს რესპუბლიკა რომელიც არის პარლამენტი გვაქვს ყავს პრეზიდენტი ყავს ამისთვის ვიბრძოდით და მაგრამ ხო რითი მოვედით დღემდე ხო არსებობდა მეფე არსებობდა დედოფალი და ბაგრატიონები ისევ არსებობენ და სასაცილო რა არის სასაცილო არის სასამართლო იხილავს იმას რაც სასაცილო რო იყო სასამართლო უკან მიუბრუნებდა და ეტყოდა რომ ეს არ არის თემა სასამართლო მიუბრუნა შემდეგ ზემოთა ინსტანციაში იცით თქვენ კარგად აპელაციო დიახ იქ განიხილეს და იქაც რადგან განიხილეთო და განიხილავენ და ძალიან კაი იქნება ერთად მაგალითი არის კიდევ იმისი რომ განხილვა ეს იმას არ ნიშნავს რომ რომელიმე მხარე არის ესე იგი მოითხოვს რაღაც რეალურს არარეალურს ითხოვენ რა უნდა მიიღოს სასამართლო რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რომ მე სასამართლოში ითხოვენ იმ დოკუმენტის ბათილაცნობას რომლითაც მე ეს დოკუმენტი აქ მაქვს გადმოგეცეთ თქვენ საკუთრებაში სტამბა მუზეუმი ეს არის გამიგეთ კარგად თქვენ გატყილებენ კარგი ხანი არის შეტანილია და შეაქვთ მაგრამ ჯერჯერობით არავის არ განუხილია და ვერც ვერავინ ვერ განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლის ეროვნული ბიბლიოთეკისადმი მოწყვეტას. ესეთი მთავრობა არც მოსულა და ვერც მოვა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას წაართვას და გადასცეს ეგრეთ წოდებულ ჯალაღანიას. მე მიკვირს რა ძალა აქვს ამ ჯალაღანიას ასეთი, რომ ეს გურუებს იქირაობს და კიდევ ტელევიზორშიც აი ესეთ ყალბ დოკუმენტები მოაქვს. მე გეუბნებით რომ არა მე გადმოცემის დოკუმენტი მაქვს მე სხვა არაფერი ხო არა ლოგიკურად არარეალურია ამაზე წმინდა ადგილი რაც ეროვნული ბიბლიოთეკაა მეტი საქართველოში ამ სტამბისათვის რომ სტამბა დააკავშირონ არ არსებობს სხვათა შორის რომ წინა გადაცემაში იყო საუბარი რომ ეს სტალინის მუზეუმთან ის სტალინის მუზეუმთან არ იყო მიერთებული ანუ გამოსავალზე თქვენს ბატონმა გამოსავალი არის ერთი მათი მხრიდან გამოსავალი არის კომუნისტური პარტია მოვიდეს იმელი აღდგეს იმელითან იყო დაქვემდებარებული ეს იმელის ფილიალი იყო და იმელიც თვითონ ეს იმელი თბილისის ფილიალი იყო და მოსკოვის ფილიალთან დაკავშირდეს და ეს სტამბაც თბილისის ფილიალის ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს ძალიან კარგი გამოსავალი იქნება მათთვის მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის ეს არ არის გამოსავალი ჩვენ ვართ დამოუკიდებელ ქვეყანაში სადაც ჯალაღონიამ უნდა ვიცოდეს და ასევე სხვებმაც რომ ფილიპე მახარაძე ესე იგი ფილიპე მახარაძე იცით რა ბატონ შალვა ჯალაღონიასთან ჩვენ ინტერვიუც ჩავწერეთ თვითონ და არც ერთხელ თქვენ არ უხსენები ხართ და თან ასე ჟურნალობაში და არ მყადრულობს მე ის ლენინს და სტალინს ესაუბრებ და არც ამ ეთერიდან არ ყოფილა თქვენი ამდენჯერ ესე ტონალობაში მოხსენება არც დირექტორის ეროვნული ბიბლიოთეკის ხალბატონო ის არ ლაპარაკობს ის ალაპარაკებს იმ ხალბატონებს რომელმაც დარეკა აქ და ასეთ ხალხს ყავს თავისი ხალხი წარმოიდგინეთ ეს არის არქიპოსეთური თავისი რაზმით. ბატონ ლევან, გამოსავალს რა შეხედავთ? ეს ყველაფერი დამთავრდება გამოსავალი იმით რომ მე არ მეკუთვნის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ალბათ ეს გადაწყდება ლოგიკური დასასრულით, რომელსაც ისინი დაინახავენ. ეს იქნება ლოგიკური დასასრული იმისი, რომ საბოლოოდ ჩვენ ვერ დაველოდებით მათ ასეთ მოქმედებებს, რასაც ისინი აკეთებენ და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავთ, რომლებიც მოაგვარებენ ამ საქმეს ისე, როგორც მოსაგვარებელია. შენობა ანუ გამოაძევთ ამ ხალხს, ამას ბრძანა. გამოძევება საიდან, ბატონ, სახელმწიფო დაქვემდებარებაშია ჯერჯერობით. გამოძევება რას ნიშნავს? მე რო ახლა ბიბლიოთეკიდან არ გავიდე, ყველაზე ძალიან მაინტერესებს თქვენი გეგმა როგორია და რაიმე კონცეფცია თუ არსებობს. რისი? საერთოდ როცა მოითხოვეთ თქვენს დაქვემდებარებაში გადმოსულიყო ეს გეგმა რა და როგორ უნდა გაგეკეთებინათ მხოლოდ მოსაზრება არსებობდა თუ რაღაც ჩამოყალიბებული ელექტრონული ფორმით ჩვენ სტენდებიც გვაქვს დამზადებული და იქ იქნება ესე იგი ორი შენობა ერთია დარბაზი ვინც არ არის ნამყოფი ორი შენობა ერთი არის ძველი შენობა
სადაც იყო ეს სტამბა და მეორე არის გაკეთებული სახლივით ადგა ზევიდან და მეორეა იქვე ეზოში დარბაზი. ეზოში არის გაკეთებული დიდი დარბაზი, რომელიც ორსართულიანია, დაბლა აქვს მშვენიერი, ესე იგი, სააქტო დარბაზი და ზემოთ არის ეს საგამოფენო და საგამოფენო დარბაზში იქნება გამოფენილი სტამბის ისტორია 1600 ამ სტამბის ისტორია თუ ზოგადად? ზოგადად სტამბის ისტორია. საქართველოში სტამბის ისტორია თუ საერთოდ? არა. სოფლიოში სტამბის ისტორია ესე იგი 455 წლიდან მოყოლებული, ესე იგი დღემდე. ამავე დროს თავისი ადგილი ექნება დათმობილი უკვე გვერდით შენობაში სტამბა მუზეუმს ავლაბრის და რა თქმა უნდა ამ მუზეუმშიც იქნება ავლაბრის ცალკე სტენდზე როგორც საქართველოს სტამბის ისტორიის ნაწილი იქნება. აი როგორც იყო იმ ფორმით აღადგინეს 37-ში, ხო, დაახლოებით მონათხრობის საფუძველზე. ეს ამის როგორ თქვა, მოშლა გინდათ და რაღაც სტენდების გაკეთება თუ ის სახლი, მდგმურები როგორც ცხოვრობენ, ყველაფერი ისე წარმოგიდგენიათ. ეს სახლი არის ორსართულიანი და კიდე დაბლა არის სარდაფი. ზემოთ ცხოვრობდნენ. აი ეგ მაინტერესებს 4 წუთი დარჩა და იმიტომ ვჩქარ ისე გინდათ რა თქმა უნდა ეს შენობა რა თქმა უნდა იქ ზარიც გვანახა და იქ არის ერთ-ერთი კაცი არის ამათგან მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ ის არის ერთადერთი ადამიანი რომელიც სახელი აღარ მოგწონს გამხდარი კაცი არის რომელიც რა ვქნათ მისი აზროვნება ისეთია რომ ისთვის რომ სტალინის გარდა სხვა არავინ არ არსებობს მაგრამ მიუხედავად ამისა მე მასთან მაქვს ძალიან მეგობრული კომუნიკაცია და ძალიან მეგობრობ კიდევაც და ის კარგად არის განწყობილი განსხვავებით ამ ხალბატონისა რომელმაც დარეკა აქ და რაღაც ტექსტები და ამ კაცმა მე ვანახა და ზარიც არის ესე იგი გაკეთებული იყო დიახ და ისეთი სტამბეჭდავი არის ამავე დროს ოთახში იდგა ეს ხალიჩა იყო გაკრული აქ არის სურათები შეიძლება რა თქმა უნდა მეცაც გეტყვით ჩვენ გვინდა ყველასთან მითანამშრომლობთ და ყველას ეკნება საშუალება რომ ამ გაიხაროს ამ ხალხთან ვინც დღემდე მოიტანა თანამშრომლობას გამორიცხა ამ ხალხთან ვერ ვითანამშრომლებ რომელიც ყოველ მისვლაზე აი ამ სიტყვას მეუბნება რომელსაც ბოლოს დაამთავრა და გაუწყვიტეს და როგორ უნდა ვითანამშრომლო ეგეთ ადამიანთან კი ბატონო და შეურაცხყოფებზე გადადის და ამიტომ მე ყველანაირად ვცდილობ რომ სტენდების გარდა რაიმე დოკუმენტი თუ გაქვთ დოკუმენტები არა აი ამ გეგმაზე რაღაც როგორ თქვა კონცეფცია თუ გაქვთ მე მინდა რომ გავეცნო აი მე გეტყვით ერთ რაღაცას აქ ამ წიგში მითითებული იყო რა არის გამოფენილი და გამოფენილი იყო ასლები ჩვენ გვაქვს ორიგინალები იქ რაც იყო იმის ორიგინალები და არა იქ რაც ელაგა ასლები იყო ჩვენ მოვიპოვეთ ორიგინალები იმის ორიგინალები იქ რაც ამ სტამბის დაბეჭდილი ბროშურები ეს ყველაფერი ჩვენ წამოვიღეთ იმეილიდან იმეილი როდესაც დაიხურა იმეილის ბოლო სართულზე იყო ბიბლიოთეკა სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა იყო და როგორც იქაურმა თანამშრომლმა მითხრეს ბერიას პირადი მითითებით იყო გაკეთებული ეს თაროები და ყველაფერი ჩვენ ვეცადეთ რომ ეს თაროების ნაწილი წამოგვეღო რაც ჩვენთვის გამოდგებოდა და ამ დროს წამოვიღეთ აი ეს სტამბის არალეგალური სტამბის პროდუქცია რომელიც იყო მაგათ რარიტეტში ჩვენთან არის და ზოგიერთი 1000 ეგზემპლარი არის ჩვენ გვაქვს და აი გვინდა რომ ესენიც გამოვფინოთ პირველი ამათი გაზეთი რომელიც იყო და იბეჭდებოდა და მრავლდებოდა ამას არ ეწერებოდა რომ ეს იყო თბილისში ან სადმე იყო სტამბა კავშირი და ამ სტამბა კავშირი ნიშნავდა რომ ეს იყო აქ დაბეჭდილი და არა წერდნენ მოსკოვშიც იგივე ეწერებოდა და ბაქოშიც ეწერებოდა ეგრე რომ დაეწერათ ბაქო და თბილისი ვიღაცა ჩაიგდებდა ფუძელს და დაიწყებდა გარკვევას სად დაიბეჭდა ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს და საგამოფენო სტენდებიც საც გადავიტანთ თავარი ის არის რომ კიბეა დამყარი კიბე არის რომელსაც შეიძლება კაცი ჩავალოს არ გვაცვლევინებენ ეს ადამიანები ამბობენ რომ ეს კიბე ამ კიბეზე გაიარა სტალინმა ნუ რა ვქნათ არა ასე არ ამბობენ ესენი ამბობთ სტალინმა ამ კიბეზე გაიარა ასე არ ლაპარაკობ ბატონ ლევან დასრულდა ჩვენი გადაცემა მე ძალიან პირადად მე რადგან ჩემ გადაცემას ქვია მემკვიდრეობა და სამუზეუმო საქმეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საუბრობთ სამუზეუმო საქმის ირგვლივ არაერთი გადაცემა ყოფილა დიდი სიამოვნებით თუ რაიმე შეხვედრა გექნება ღია ყველასთვის მეც დავესწრები ამ შეხვედრას და გავეცნობი თუ რაიმე კონცეფცია გაქვთ
ჩამოყალიბებული მოვალ და თვალყურს მივადევნებ ამ სტამბა მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. სხვადასხვა მე მინდოდა რომ ამ გადაცემისთვის ჩემთან ერთად წავმეყვანა ერთ-ერთი ქალბატონი არის, რომელიც მეხმარება, მე არა ვარ სტამბის სპეციალისტი, რომ წავმეყალა და ვიფიქრე, მაგრამ მე ვიფიქრე რომ კონცეფციასთან დაკავშირებით ალბათ შეიძლება თემა არ იყო, თორემ ჩვენ ძალიან საინტერესო და სიურპრიზი გვექნება და პირველი თქვენ პირდებით თქვენ გადაცემას. დიდი მადლობა. ჩემი გადაცემა მემკვიდრეობა დასრულდა, რომლის სტუმარი იყო ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე. ჩვენ ამ თემაზეავლაბრის სტამბა მუზეუმზე საუბარს გავაგრძელებთ სხვა გადაცემებში. მე აუცილებლად მოვალ და გავეცნობი იმ სიურპრიზს თქვენთან, ბატონ ლევან. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.